გრენლანდიის საკითხის ირგვლივ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს სხვადასხვანაირად პასუხობდნენ მსოფლიო ლიდერები. ისინიც, ვინც შვეიცარიაში ფორუმს ესწრებიან და ისინიც, ვინც დავოსში მიმდინარე პროცესებს გარედან აკვირდებიან. ვიდრე ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი მიესალმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებებს და ამბობს, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა, არა მხოლოდ არქტიკაში მშვიდობის მისაღწევად, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილისთვის სწორქმედება არის მსოფლიოსთვის და მათ შორის მოკავშირე ამერიკისთვის ევროპის სიმტკიცის დემონსტრირება. ევროპელი პოლიტიკოსებისთვის მთავარი ხაზი გადის არქტიკის რეგიონის დაცვაზე მოსკოვის და პეკინის სამხედრო პოლიტიკური გავლენებისგან, რამაც შესაძლოა სრულად შეცვალოს არა მხოლოდ ჩრდილოეთ პოლუსზე, არამედ მთლიანად დასავლეთში არსებული დღის წესრიგიც. ჩვენ გავაგრძელებთ დანიის, გრენლანდიისა და მისი ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების დაცვას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან. ჩვენ კვლავ დავიცვალთ ჩვენს პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, კერძოდ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. ეს არის სწორი გზა, რადგან ძალისმიერი გზით ევროპული ტერიტორიების დაკავების ნებისმიერი მცდელობა არის მიუღებელი. ქალბატონებო და ბატონებო, ახალი ტარიფებიც გაანადგურებდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძვლებს. თუ კი ისინი მაინც დაწესდება, ევროპის პასუხი იქნება ერთიანი, მშვიდი, აწონ-დაწონილი, თუმცა ამავე დროს მტკიცე. გრენლანდიის ირგვლივ არსებული რეგიონი აღარ წარმოადგენს ნაკლები დაძაბულობის მქონე სივრცეს. ჩვენ გავიაზრეთ, რომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები. უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია და ვაკეთოთ მეტი ერთობლივი საქმე. ჩვენ ძალიან აქტიური დიპლომატიური მუშაობის 2 კვირა გვქონდა. ურყევი და პრინციპული პოზიცია დავაფიქსირეთ. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კოორდინირებულად მოქმედებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვიმედოვნებთ ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ იმისთვის, რათა ყურადღება მივაპყროთ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, კერძოდ არქტიკის კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ნატოს წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ, სუვერენიტეტისა და კოლექტიური უსაფრთხოების გათვალისწინებით. გრენლანდიის მომავალი ეს არის საკითხი, რომელიც ეხება მხოლოდ გრენლანდიასა და დანიას. დანიის სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოქმედებს 1951 წლის შეთანხმება გრენლანდიის უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ მათ სურთ ჰქონდათ დისკუსიების გამართვის შესაძლებლობა. ეს არის გრენლანდიელების განსახილველი საკითხი, რომელიც ეხება დანიასაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათ თანამშრომლობას. არ ვარ იმდენად ჭკვიანი, როგორც მსოფლიოს სხვა პოლიტიკოსები, რომ მისი სიტყვით გამოსვლისთანავე შევაფასო სიტუაცია. თუმცა ცხადია, რომ სამომავლოდ ჩვენ შევეჯახებით ევროპასა და ამერიკას შორის უფრო გაძლიერებულ დაძაბულობას და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. გაკვირვებული არ ვარ. ეს ერთდროულად შეესაბამება ირაციონალური და რაციონალური არგუმენტების ერთობლიობას. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ადასტურებს ევროპისადმი ჩვენს გზავნილს შვედეთიდან. ევროპა უნდა გახდეს უფრო ხისტი და მტკიცე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. მუდმივად ვამბობთ, რომ შანტაჟითა და დაშინებით ჩვენ ვერ დაგვათმობინებენ ტერიტორიას. ამ შემთხვევაში საუბარია გრენლანდიასა და დანიაზე. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს სამხედრო ძალას და ჩვენ დავიცავთ ამ პრინციპს, თუმცა ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ვართ თუ არა მზად, რომ გავყიდონ. ჩვენ დემოკრატიით ვართ დაკავებული და არა დაუფლებითა და დაპყრობით. სწორედ ამიტომ შვედეთი მუდმივად აცხადებს, არ მივცემთ არავის შანტაჟის უფლებას. დავიცავთ შვედ ხალხს და ჩვენს მეზობელ მოკავშირეებს. გრენლანდიის საკითხის ირგვლივ ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში გარკვეული წინსვლა მიღწეულია, თუმცა ჯერ მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან დონალდ ტრამპმა ევროპის 8 სახელმწიფოსთვის 1 თებერვლიდან დასაწესებელი ტარიფების გაუქმებაზე განაცხადა. ასეთი ნაბიჯის მიუხედავად, მაგალითად საფრანგეთში ამერიკის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ბოლომდე არ სჯერათ. არგუმენტად კი მისი არაპროგნოზირებადი განცხადებები სახელდება.